Saga,
ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში. როგორც ბატონმა როიმამძანა თავიდანვე აი შესავალშივე საუბარია ჯონ კენანის იმ ცნობილ სტატიაზე საბჭოთა ქცევის მასწავლებელი, რომელიც საფაურსაც ასე ვთქვათ ჩვენ შევეხმიანეთ აი ამ ნაშრომის საკაუჩივე რუსეთის ქცევის წყაროები ისონზეზე რაშა ჰქონდა და ვცდილობთ რომ რაღაც გარკვეული პარალელი გავატაროთ იმ ვითარებასთან რაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იყო და რაც დღეს არის. აი დავეორებ გიორგი მიკიდევაც რაღაც გამოსულებს არქონდა რომ ჩემი აზრით ვითარება დღეს გაცილებით უფრო საშიშია ზოგადად გასობრიობისათვის ვიდრე ეს მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ხშირად ამბობენ რომ აი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რთული ვითარება მსოფლიოში ამოხილა. ნუ საერთოდ ამოხილა გასობრიობის ისტორიაში ასეთი საშიში ვითარება, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს რთული არ არსებობდა რანაირად ეცნობა დამყარებული ომის ომი ხშირად გასობრიობას ამოწმების და განსხვავების საშიშროება არ ეკუთვნებოდა. დღეს ეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. იყო ყველაზე კრიტიკული მომენტი ცივი ომის პერიოდში, ეს გახდა 62 წლის ოქტომბერი, კარიბის კრიზისი, როდესაც ვირტუალური დაპირისპირება გინაღარ მოხდა, მაგრამ მაშინ ის კრიზისი ძალიან სწრაფად განიმუხტა, რამდენი 10 დღეში ოპერაში განიმუხტა და დიდი მსხვერპლებას არ მოყოლია. ეს ვითარებას უსვამებს და ევროპის შუაგულში მიმდინარეობს არის რაც ხდება დღესდღეობით. ეს კარიბის კრიზისი ხდება ევროპის შუაგულში, ახლა კრიზისი არის, ახლა საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა. ამისა განსხვავება ისიც არის, რა მნიშვნელოვანი რომ 62 წელს დაპირისპირებულ მხარეს ახალს იუთული პოტენციალი აქვს. მაშინ რაღაც აბსოლუტურ ნორმებზე იყო საუბარი, საფრანგეთში საერთოდ არ ჰქონდა კონტინენტაშორისო ვირტუალური შეიარაღება მაშინ და ამიტომაც დააყენეს მაშინ კუბაში საშუალო რადიუსის ვირტუალური იარაღი, რომ რაღაცნაირად დაებალანსებია ეს სასურველი თავის დეფიციტი. გარდა ამისა, უშუალოდ ეს მაგრამ 62 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობასა და ვაშინგტონის ადმინისტრაცია შორის როგორც აღმოჩნდა, უფრო მეტი ნდობა იყო, ვიდრე დღეს არის. საბოლოო ჯამში პრეზიდენტი კენედი და ხრუშჩოვი სიმღერად შეთანხმდნენ, რაღაც ჯენტლმენურ შეთანხმებას მიაქციეს კულუარული კონტაქტებით და შემდგომ აი ამ შეთანხმების საფუძველზე ის შედარება განიმუხტა. ეს სამოუგენელი აბსოლუტურად არავის ავარენდობა, იარაღი შეთანხმებები რაც შეიძლება გაფორმდეს შესრულდება რაც არის. და გარდა ამისა არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომ დღევანდელი ვითარების სასიკეთოდ ასე ვთქვათ აღმოჩნდა ეს ისედაც რომ მაშინ ომი ახალი დამთავრებული იყო და გასობრიობა თაობებმა პოლიტიკურმა ელიტამ აქაც რომ საფრანგეთში მაშინ და დასავლეთის კარგად იცოდა თუ ომი რას ამოაგენ, იმიტომ რომ კენედი სამხედრო კაცი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, ხრუშჩოვიც და მათ იცოდნენ ომი რა უბედურება რა განასხვავება. დღეს ეს უკვე აღარ არის გოჭრია ასეთი განსხვავება, ნუ აი TikTok-ებს უყურებს ახალგაზრდობიდან, ნუ რაღაც სახალისო რაღაც კი ომი და სახალისო გულენეთანაც და გასეთანაც კი არის დაკავშირებული. აი ამ სამედოდა შესავალში თუ აი როგორ არის ალბათ ამის ავაბაზე უფრო რედაქტორები შეერობენ და კოლეგები მოგახსენებენ ბატონი რეზოგაში შილაძე შემოგვიერთდა ბატონი ახლა ჩემთვის მეტრი მისი შესანიშნავი შრომები თავისი სამეცნიერო აიდერი ყველაფერი აბსოლუტურად ძალიან დიდი მიღწევები ვარ ისი ბატონი ვაჟალოვი ფან
ზე გასირომა და ყველაზე კარგად იცის ეს თემა. 90-იან წლებში პირადად იყო ამაში ჩართული, შეგვიძლია ოშხორში და სიღრმისეულად იცის ყველაფერი ის რაც გამოდიოდა გარეთ და შეგვიძლია სახელმწიფო გულვარდები. ბატონი ირაკი მენაბაიშვილი გახდა პრეცედენტი სამწუხაროდ ვერმოვიდა. ბატონი ივლიანე ჰაიდრავა გახდა ძალიან მადლობელი ვარ ბატონი ივლიანე გახდა. ბატონი ივლიანე ჰაიდრავა ხასიათება არანაირი არ ჭირდება. უაღრესად კვალიფიცირებული ადამიანი რომელმაც ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი შენიშნა მოცა რომლებიც მაქსიმალურად გავიკვალიფიცირდა და ძალიან მადლობელი ვარ მის. ვახტანგ აისაია ვერ ესწრება ჩვენამდელ შეხვედრას. არ ვიცი ან არის თუ არა ბატონი ჩებუკუტანიძე ჩვენი ტიპოგრაფიის შემოღებელი რომელიც ძალიან მაღალი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მას და ბატონი ალექსი ჩვენი ჩემი ასე თქვა ჩვენი თანამშრომელი ენციკლოპედიაში რომელიც ამას დაგამოწოდებაში ჩვენი თანამშრომლები არიან ენციკლოპედიის ზურაბ ოპერიცია ახალგაზრდა დიპლომატი რომელიც ახლა სამინისტროში მუშაობს მაგრამ წლების განმავლობაში ქალაქის ადმინისტრაციაში საერთოდ განკურნულ ურთიერთობებს და იმანა ძალიან დიდი გამოცდილება იყო. Законодательство кайხანების და მასშტაბური სკოლისა როგორც ნუკადადანი. ის არის სკოლის დიპლომატი. ის არის ნაციონალური პატრიოტი, ექსის დოკუმენტაციის სტატუსი. ეს ინტერესები აქვს მას სპეციალური განათლებული ჩემპიონატის პროცესი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალური უნივერსიტეტის დაბლინზე ის პუნქტებრივად არის დიპლომატი. ის ურთიერთობა ადამიანებთან მათი გაწმენდის მოყოლება და გულგას ნილობასაც მოისმოს. Adamın sağlığı esmasında bir bitirir bu aseti sorunları bir aseti geçi. Bunun için o çok yarış belirli kişi de zamanının nakıştı zaten sasarlı sakmenli olarakciye. İşte o çok yarış uçuşta ne olmasına tura bakıyorsa burada rapatıyorsa sergilerde ismi sosyal akredite bu diplomatör olmuş. Şikayetun varlısı porfi sıfatıyla meclis mahsusa meclis sadece sasarlı mağazadan çok fazla kargı için Ruseçi. Aslında burada sanatçılar misafirleri. Yani madem zor bu şöyle zirvede figura Rusetan üretiyordu arada bir histori işyerçi sam biznesçiler onda bir katı satışları yani ne operi bir üretici seçimler başlıyor bir yıllardır üretiyordu. Muhakkak bir sektörde zaten mesela seçimlerin bu adamlarınız seriozluğunuz muhakkak çözüm kıymetli bu bakın zor bir şeyler var böyle adamların bizde bu seçimleri bu sabırlı bir sucesso maravilhoso. Muhakkak bu teorik saat genel sakatolu satışları That's a chance that's a good but for sure isia cobertura magari saçları da bu kadar perikapita. Çok az gastos misiyon satnata satışın rahatsızlığı seguido çeşitli bu sakatolu politikasal isero da partiyo onları hipokrizi usulları santokarın bu meclis bastante desafio di tutto albatım televizyon sağında komisyon simaçı. Როგორც აბაშიძე, როგორც მეცნიერი და როგორც მწერალი და ჰუმანიტარული არქივის მუშაობის ისტორიაში, ისტორიულ მეცნიერებაში, პოლიტიკაში არქივება საკუთარ აუცილებელი არის სამწერლური ნიჭიც. ეს როდეს არის ნამდვილად და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მეცნიერი მაშინ პასუხს შეუძლია საინტერესო წარმოადგინოს ყველაზე რთული საკითხებიც კი. ეს არის naturally I'm transparent. Very clear messages that the productions put are not good. Internet but how to are serious how we have a most serious skill production should be up to the world that is happening. Yeah. Then it
კარგი როდესაც რედაქტორს იკაცებს ხოლმე ის ტექსტი, რომელიც რედაქტირებასაც ვასწავლეთ ნამდვილად. ერთი სულის მოთქმის არგიტრომისი ორი ვერსია, ქართულის ინგლისურიც, ყოველის როდესაც გადაკეთებული. უნდა ვითხრათ, რომ ეს თქვენი ყველაზე დიდი სიხარულე არის ხომ, როდესაც აღმოაჩენ რაღაც ახალ ფაქტს ან ცნობილი ფაქტის ახალ ინტერპრეტაციას. ეს მართლაც საკუთარ წარმოდგენილი არის წარმოდგენილი თამცინი. ეხლა შეიძლება ციგს მიუხედავად იმისა, რომ ცირმოცულობისა მაგრამ აი მოხერხდა რომ სულ დაიტიროს დამოუკიდებელი რუსეთის უბრალოდ იქნება დამოუკიდებელი ცალკე რუსეთის ხო ის ყოველთვის დამოუკიდებელი მოხერხდა აი ამ რუსეთის 30 წლიანი ისტორია შეიძლება ის 21 წელს ფაქტობრივად დასაწყისში ხო ან ბუნებრივი ცერკვაჩებული პერიოდი მოითხოვს სპეციალურ განხილვას მაგრამ იქამდე რაც იყო 30 წლის განმავლობაში ის უყარა მარტო რუსეთის სახელმწიფოს ყოველი პოსტსაბჭოთა სივრცეების და გარკვეული ფაზის სოფლის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ პერიოდში დამთავრდა სოფლოვშენება, რომელიც მიტყვარდა, მაგრამ 55 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ფაქტობრივად მშვიდობას და სოფლებში. ეს ძალიან პარასი გადმოსვლელთან ამის შემდეგ გადაიწყო უკვე ფისკალური პოლიციობა, რომელიც გასაგებია თქვათ ხოლმე გაუგობრების მომდანით. განსაკუთრებით ისეთ პირველში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ხომი და ყოველ წელიწადში შეთხელდება. თან ძვირა იგი კომისარიატის ფანთან მოწესრიგეს განმავლობაში სხვა. ეხლა შინაში ძალიან კარგად განსხვავებული ჯოქიანის სიკვდილი დეპეშენ ტელეგრამ კომიტეტი. შემდგომმა აქტიურად განსაზღვრა ამერიკის პოლიტიკაში მდგომარეობის სახელოს და უზრუნველყოფაში და ეს ლექტორშტენანი მართლაც იყო დიდი დიპლომატისა დიდი შეეძლო ზარმეტული რაღაც კარგული ეტაპი პოლიტიკაში ძალზედია სუბასოანცის სამართლობის გაკეთება მაგრამ პასუხი შეაძლებელი იყო და პოლიციის საინტერესო იყო ვადომ ზურაბ ქაჩანა კიდევ ვინ მერის 1994 წლის ახალი ძელი დეპეშა. მეგონია რომ მე ძალიან სწორად აფასებდა რუსეთის ინდოეთის შექმნის სიტუაციას 1994 წლის ისეთი ვითარება, როდესაც იქ ახალ დამთავრებული ფაქტობრივად სახელმწიფო გადაწყვეტილება და რაც მთავარია უკვე დაწყებულია ის რაც შემდგომში მოიტანს ფაქტობრივად რუსეთში ოლიგარქიზაციას. ისეთ ვითარება, როდესაც იდაცებენ თელს მქონებას, რომელიც იქამდე სახელმწიფოს ეკუთვნოდა და ვის ხელში გადადის ის და როგორი განმიქნება ის შემდგომში გამოყენებული ყველაფერი პრობლემა. სტატუტები ხარჯავს ყველას დიდი სახელმწიფოს დიდი იმპერიის დაშლისას ვითომაც ეს მომდევნო პროცესები კომენტებს ერთბაშად ხო არათალთან პლატფორმის წერილთან თანამშრომლობდა სუსტებოდა რაფიდი უცხოდ მოხდა. ამ შემთხვევაში ბუნებრივია პოლიცია ხომ კონვიზიტებს განაწილება აქ მოხდა რამათა კოლუმბის არამედ ფაქტურად გარნის ეკონომიკური პოლიტიკის შესწავლასაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში ვერ შეიძლება კომისიის ძალიან ძნელი სამოსდაცლიანი ასე ვთქვათ კონტექსტიდან გამოსვლა და ფაქტობრივად და სიარაზე რომელიც იქამდე ცხოვრობს და ყველა გარიბია მაშინების ქვეყნიდან გარსა მაგრამ ნაწილი ძალიან გარიბია ნაწილი ძალიან დიდია ამას უცნაური ყოველთვის ყოველთვის გამდიდრებულია ყველაზე ფიზიკური ელემენტი სოციალიზმის და არის ხოლმე ეს შემთხვევაში გამსტერების ესე ვთქვათ ჯუპირა ისევე როგორც რუსეთის ისე როგორც ბერლინს სახელმწიფო გადავიდა ბერლინური კაპიტალიზმის სტადიაზე და რუსეთს კიდევ დადებითი ჰქონდა კიდევ ვერსალის სიგმას ჰქონდა ის იდეო ვითარებაში როგორც გერმანიაში 1900 როდესაც ვერსალის სისტემა და არამარტო დაასუსტა გერმანიამ და ამცირაკი ხოდა ეს ვითარება სიგურდა უბრალოდ მობილიყო თავი ნაცილებული საფრთხეს ვერ უხერხდა წარმოქმნილ პასტურეთის რეაქცია რომელიც მოხდა
გერმანიაში და 1923 წელს რუსეთში 2000 წელს მოვიდა ძლიერი ასე ვთქვათ ფიგურა პოლიცია კომენტაცეთი ოკეი კომენტაცეთი გამოდის საბოლოოდ სიგამაშტება სტატუსი არანაირი მის ამუშავებაში და შეიძლება სხვა და ასოები დაიწყოს მაინც საერთოდ კანონს სტატუსს ზოგიერთი შემოშენ გადავაჭარბეთ მაგრამ მიმაშინებელს ეს უნდა იყოს შემდგომში ცენტრში გადაჭერდეს ამაზე და ასუნდაჭერდეს ამდა დაავადების სკოლას და ჩვენ ყველანაირად ვისაუბრეთ მის საკუთარ შემდგომ პროექტებს მაგრამ შეიძლება
შორის ერთ-ერთი თავი ავტორი და ნაციონალური მაშინ მომავალი ეს იდეა რომ რუსეთი არის მომავალი ახალგაზრდა ქვეყანა და აუცილებლად მან უნდა დაიმკვიდროს ჰეგემონობა მთელ ევრაზიის კონტინენტს. და ისიც ამას თანამედროვე რუსული იდეა ასე სახელმწიფო თანამედროვე რუსული იდეა და სახელმწიფო აი ესე გამოქვეყნდა მისი ასე ვთქვათ შრომა და ეს აი ეს კომუნისტებმა სოციალისტების და მაშინ კომუნისტები ხსენება გასუთავად დუმაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ და აი ესე კომუნა პატრიოტული ძალა რაღაც ასეთი დაარქვეს პატრიოტული იდეა ეს კომუნისტებმა ყველაზე მრავალი სხვა სოციალისტების მაშინ პატრიოტული ფრაქცია და ჯერ ძალიან ძლიერი ძალა ეს აიყო ხელში და მოსულობ აი დროშა დაიხადა ჩვენ მარტაეზები და ევროპა არის მომავალი დამავალი და მომავალი არის რუსეთის და ისინი შეუძლებენ სოციალისტების არის პატრიოტიზმი ისეულება ასე ვთქვათ გასულს დანილევსკის კაფსულა ასეთი მომავალები ლეონტიევის აი მათი დასკვნების 19 საუკუნის მეორე საუკუნეა სადაც ისინი სწორედ აი ამ იდეებს ხომიტარებენ რომ მომავალი და ევროპის მასშტაბ მოდის სწორედ აი ეს ახალი რუსეთი და ისრაელის აი სერიალები ისინი სხვადასხვა ჩემი აზრით მანიპულირებენ და მუშაობადაც კი და შპენგლერს მოიშორებდნენ შპენგლერის დიდი პროფესორების ეს საუბარი და შეიძლება მეცნიერი იყო და მასაც ჰქონდა დაკვარი იდეები შემდგომ არნოლდ ტოენბისაც კი მოუყვება მასაც აქვს როგორც ეს იმერესა ცივილიზაციის კულტურების ჩამონათვალი და მის უცამი ჩამონათვალი მასოს და ისინი ასევე შემდგომ ალტინტონსაც შეუძლიათ უყურია მათი ამთავრებენ უყურია რომელიც ამბობდა რომ ის ამბობდა რომ ისტორიის ბოლოს უწოდებდა და საერთოდ დამთავრდა პოლონური იდეოლოგია და საბოლოოდ არის ლიბერალური დემოკრატია და აი ამასაც იტანებენ თავისასაკერებლად და იშურებენ დამოკრატიას თვითონ ეს არის იდეები ჩვენთვის და გამონდა როდესაც რუსეთის ესეთი ამბიციები აქვს ეს დამოკრატიები და მრავალწლოვანი არის ითხოვს მეება უნდა გითხრათ ერთი რაღაც რომ ძალიან რატომ ვამბობ ამას არაჩემ თავზე მე მას ძალიან ახლოს და გარკვეულს მომდა ამერიკის ფოტოგრაფიის ისე რომ სხვა ინდოეთის და მაგალ მე არაერთი ხანძლივი დისკუსიები და ცხრა ქონია და ლეონიდოს მოვისმინე არგუმენტი აი რა უდევს ამას აკუს რატომ არის მაინდა რუსეთი აი ამ ევრაზიის სივრცეში გეგმება აი უნდა მაგრამ სოციალისტი უნდა და მოჭედა დავთარგმნი იმაში ფილოსოფიას და დაახლოებით ეგეთი ამბავი რომ რუსული ნებართვას აი რა აბლეში ეს აღარ ამაზე პასუხი არ არის ზეა აბლეში და სერიოზული და არის რა მეთოდები გინდა ეს აღარ რა არის ინსტრუმენტები რომელსაც ვერ ამოშენებთ ამაზე პასუხი არ აქვს შემდგომ ეს ეს პასუხები შეიძლება და თავიდან სწორებული მოანა არ ჩასერეთ მე ვიცი გინდა ეს შეინარჩუნო რა მეთოდები როგორი უნდა იყოს ეს ჰეგემონი რა მეთოდებები უნდა იყოს რა უნდა იყოს ეს არაფერი ამაზე პასუხი არ არის პასუხი არ იყო და ეს კიდევ უფრო საშიში ციტრულსაც არის ესეთი გააუქმება და ჩემთან მე მათონზურავს ამაში ვიტანები ალბათ უფრო საშიში აღვევი საიდან დასუნდა როდესაც რაღაცა შეიცვალა სისტემასთან აქვს სოფელობიდან საქმე ალბათ ეს არის პრობლემია ასეთი გაუგებრობის დროს და ეს ძალიან თული საკითხია აი ამ საკითხებზე შეიძლება რომელიც ერთი შემოცემული
არის ამაშენში. ისტორია აღნიშნავს, რომ ჩერჩილი, რომელიც გამოდიდი იმპერიის წარმომადგენელი იყო, სოვიეტო, ანაკაცნობიერებდა მოსკოვის იმპერიის უსასრულო გაფართოებისაკენ მიუბრუნდა, ძინსი გაფართოება არის. ესე იგი, ბატონიზმი ამ ფაქტორთან კარგია, რომ ერთად აღროვებს და იპარისმენს მეორე ასპექტად, შიდა პოლიტიკურ ასპექტს. ეს პოლიტიკური ძალიან პრიორიტეტულია და ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საგარეო ასპექტიც და შიდა პოლიტიკური ასპექტიც, რომ ნაირობს ქალბატონი შეუვაშვილო სიტყვა რუსეთი აი თავის იმპერიალისტური მიზნების დასაკონცერტებად დღეს დასავლეთთან და არა მარტო დასავლეთთან ძირითადად აი პრიორიტეტულ უპირატესობას სამხედრო პოლიტიკურ საკითხებს და მოსახლეობის პრობლემატიკას ანიჭებდა აი აქედან გამომდინარეობს. ახალი ეპოქა როგორც გაგატანიციქში ნახავი მაინც და ამიტომაც არის რომ ბატონობა გინდა დაიწყო ახალი ეპოქა 90 წლებში იწება ასე ვთქვათ რუსეთის ურთიერთობების ნაბიჯებისა დანარჩენ საფრთხესთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სუბაშინდება რასაკურველია ცივი დასრულებას და რუსეთში ხელი შეუწყდება რომ აი ცივი ომის დასრულებისთვის არა მოშთავს რუსეთი არ დასავლეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირი ესეთი იყოს რაღაცა მოულოდნელი აღმოჩნდა და უბრალოდ მოულოდნელად მიიღეს ის რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ და დაიწყო ახალი გადანაწილების პროცესი, მსოფლიო გადანაწილების ახალი პროცესი, რომელიც დღესაც აბსოლუტურად ჩემი აზრით დავით, სულ შეუტანხმება და ქაოტურად მომდინარეობს. ეს კიდევ უფრო აძლიერებს საშიშროებებს, რომლებიც მომდინარეობს აი რუსეთიდან. სოვიეტის რომ ბატონ ზურაბს არ გამოჩა ამ სიტყვა, რომ საბჭოთა კავშირის დამყარების შემდგომ დასავლეთმა ჩემი აზრით არასწორად ეს გადასტურდა ძირითადად თავმომართული და მიმართულება გაიხადა რუსეთისათვის აი პრიორიტეტული დახმარება და არა როგორც ზურაბის არაუგებელისა დემოგრაფიული ინსტიტუტების შექმნაში და ამის გაძლიერებაში არამედ უპირველესობა ეკონომიკის სფეროში, რომელსაც რუსეთი ასევე მომზადებელი იყო და არ აღმოჩნდა. იმაშიც რომ აი დასავლეთის მილიარდები და შესაძლებელი იხარჯებოდა აფასაჭერად მხოლოდ რუსეთის. მაშინ როდესაც აი რაღაცა ნაწილიც კი მცირე ნაწილიც კი რომ სხვა ქვეყნებში დაეხარჯა, დღეს ასეთი მომავლებობა აღიარებოდა. მithumko რომ იმ პერიოდში აი ის რასაც ეხლა ვამბობ გაეროს ტრიბუნალს გაეროს მაშინ საქართველოს დააყენა ეს საკითხი და მაგალითად ასეთი ამბობ გაეროს გამოაქვეყნა მონაცემები რომ რამდენიმე ტრილიონს 60 ტრილიონს ვარგაკვახს ხარჯავს ეკონომიკას იდეებს დასავლეთი ცივი დასრულების გამო 60 ტრილიონი წარმოადგენს ახლა ყოველ წლიურად ეს რაფერა განაზოგიერდა რაფერა ის არის რომ მოგება დასავლეთის და აქედან რაღაცა შეგასავალ საქართველოს 1 მილიარდი მაინც მიიცით საქართველოს 1 მილიარდი მიიცით მაინც სხვა რესპუბლიკებს მოგადაყობთ მარტო ამ რუსეთს და იგი აუცილებელია ელახოს პირველი შეხვედრა მომის მოწმენს მონაწილეებს უხავი დავსვეცილ პროცესზე ინფორმა და ელგორმა როდესაც ისინი აიჩეს პირველი ეტაპში პირველი დარეკვა შეხვედრასთან განახორციელდა საძანეთი მიდიოდა ეს საუბარი ეს სხვადასხვა საქართველოს უთხრა შეხვედრა მოწუდა რომ რა თქმა უნდა რუსეთს უნდა მიეყვაროს თავი აქცენტი ეს არ უნდა იყოს იმასთან ერთად უნდა იყოს სხვა რესპუბლიკების და სხვა ქვეყნების თურმე რომ თანაბრად გამოვიდეს სოფიურ სახელმწიფო კავშირი აი ამ მდგომარეობიდან მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ იყო მე თუ ნებას კონცენტრ მომეყოლება და
ახსენებ, აი როდესაც ძალიან ძიმე კრიზისული ვითარებაა სოფლთან დაკავშირებით, დაფრაზებთან დაკავშირებით და ეს ნახაში სოფლ მოქცეული მე მოვიწვია ელჩები ამერიკის და გერმანიის ელჩი და ყველა თავად დაუკავშირდით და ძალიან ესეთი სული შემთხვევით შეიძლება ეს გასაგები გავცედა რომ აი რა ხდება და იმოქმედეთ რუსეთზე და მოეხმარეთ საქართველოს ორივე რაღაცა დაუკავშირდით რომელიც ასეთი აზრი მაქვს რომ ჩვენ ერთი ამოცანა ხელი ჩართული ელცინისთვის და ზმნა გავაკეთებული დინარის მეორე მხარეს. ეს სიგურის მოხდა ეს დემოკრატიის. ეხლა ჩვენ მეორე ხელი ამასოლა კავშირს ამოწმოთ შეიძლება დაამოწმოს. როგორი არგუმენტი რომ მე გიხარი რომ ეხლა ეს ისარგებლეთ ამომიდეთ უხარით რომ აი მეორე ხელს მაინც მოახერხებდა წყალში მეუბნებს და ეხლა უფრო დაგიჯერებთ ამას მაგრამ აი ასეთი იყო მაშინ აი ამ პრობლემების საქმე დამოკიდებულება იმ დასავლეთში და რა თქმა უნდა ეს ნორავს კარგად განახორციელა განაზრებული ის მოტივაციები რომელიც აი და ნაციონალური ბატონობის საბჭოთა კავშირის შემდგომ დაშიშნებას გაჩნდა. აი ზიგმუნდ ბჟეჟინსკი არის ნაშრომში კარგად დახატონოთ რომ რუსეთმა ჩვენთვის გარევიცა სულ ახალ ვითარებაში და ისინი არ არიან პლანის თითქმის ერთი სამეფოების პატრონები ხო და რა თავი არის რომ სახელმწიფო სუპერსახელმწიფო ამაშენ ისინი არ არიან და ესე იგი ბიპოლარული სამყარო გაიშალა და რუსეთი ამერიკის საბრძოლო პოლუსი ეს ძალიან ძნელად გადასახადში იყო და სამოცის განმავლობაში რასაც დიდი ბრძოლები აკუთვნებდა რუსეთი უცბად ერთხელს დაეშალა ხო და განსაკუთრებით მას პიონერული ახალ იყო ჯერ კიდევ მასო საქართველოში კომუნისტური ზეჟინსკი მოხდა აღნიშნა გამოვაზი რომ უკრაინა იქნება ყველაზე პიონერი უკრაინის გარეშე რუსეთი კარგავს იმპერიული სახელმწიფო სტატუსს და ის მხოლოდ ერთ-ერთი რეგიონული მოთამაშე ხდება და ამცირდება მისი გავლენა შავი ზღვის რეგიონშიც და ეს უპირველეს ყოვლისა ესეთი დასავლეთი დედელობაში როგორც არის ყირიმის ნახევარ კუნძული სიმფეროპოლი ოდესის დასავლური ეს ძალიან დიდი დანაკლისია ხო და პირველ პრობლემას უკრაინაში მიმდინარე სისხლძარღვი და დაავადებული ომის საწყისი მოტივაციები როგორც და მიზეზები სწორედ ამასთანაც უნდა დავაკავშიროთ რომ ესაც არის თავში და ამას თუ დავამატებთ იმას რომ სამხრეთ კავკასიის სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენა შეამცირდა და დაასუსტა ამიტომ გასაგები უნდა იყოს ის მიზეზები რომელსაც ორივე მხარე ამას ასუსტებდა და სოლიდარული კოოპერაცია დასავლეთისა და რუსეთის საქართველოს ომში ჩათვლის ცდილობდა და მე როგორც ხედავ ჯერამას ახლობაში ბოლო არამშანს და ჩავალ შავიზუსპირა სახელმწიფო და ახალგაზრდა რუსეთის სახელმწიფოს ლაპარაკის ზურაბი ეს აღნიშნა ბატონ რეზულტატი რომლებთან ხასაკავშირდება ძალიან განაქვს აკეთებს და არასწავლებს აი ეგრეთ წოდებულ უნივერსალის სინდრომთან. აი სწორედ ის რაც მაშინ უნივერსალის ხელშეკრულებით მძიმე პირობები დააკვირვებდა და შეუძლეს უპირატ იქნება დამცირებულად კარგი გერმანია და სწორედ ესეც იყო მიზეზი იმისა რომ აი ეს ტოტალიტარული ძალა მოვიდა ნაციზმმა გაიმარჯვა ხო აი ასეთივე გასტა ასეთივე საზოგადოებაში რუსეთის აი ასეთივე გასტა და ესეც კატასტროფა ერთ-ერთი მიზეზი და ვფიქრობ აი ეს ევაშიზმის ფაქტო დაავადო ეს ხილსაც იზრდება დაავადო რუსეთში ასეთი მიზეზია მე ვფიქრობ
მისერად შრომის გაფოთ ისიც, რომ 50-იანი წლების საერთაშორისო ორგანოების კარგად აღიარებაში ჩადეული, თუნდაც ალბათ იუგოსლავიის დაშლის თანხლები ძროები და პერიპეტიები ამაზე არჩევჩებები, მაგრამ ზურაბი ამაზე საკმაოდ დეტალურად და დამაჯერებლად ანალიზი თავაზობს. ერთ საკითხს მინდა შევეკვამით მენდავასურეთ ბატონი ზურაბის ეს 2008 წელს აი ომის თავარი ევროპის პოლიტიკური მიზეზი ხალხის ამიზებს ასწრებს. ის ასწრებს აი კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ის პარალელური რუსეთის სიმეტრიულ დატოვანი კოსოვოს აღიარება და დასავლეთის მიერ სიმეტრიული პასუხი საქართველოსთვის რომელსაც საერთოდ აღიარებია. არავითარ ლოგიკაში ახლა იმ ზოგიერთი იმპერიალისტის რუსულ ლოგიკაში და ამის გარდა ნატოს და უკრაინის სამიტი ნატოს ასე ვთქვათ კოსოვოს მალერებასთან და პირველი გადაწყვეტილებები იყო. მე ამას ვაკმაყოფილებ საერთოდ ამავდროულად ასე გახდა ეს ძალიან სერიოზული მოტივაციები იყო, მაგრამ მე ჩემი აზრით მნიშვნელოვან დაავადებასაც დავამატებდი რატომი ნაშრომებს არაგებს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ჩემი პირადი აზრით მედა რომ საქართველოს და რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაფორმება გახდა. მით უმეტეს რომ ამას წინ უძღოდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო კონტინგენტის სრულად გავა. ეს რატომ აბსოლუტურად აუცილებელი გარდაუვალი მოვლენა იყო და დასრულდა საქართველოს და ყველა ჩვენ მეგონი აზერბაიჯანის კომანდირმა ყველა ძალიან მიღწეული და აქტიურად მეცადა ეს ასე უპირისპირდა. ემaks აღარ სამშვიდობო ძალებს. ამას როდესაც ემატება ის რომ ერთადერთი კონტინგენტი რომელიც სამშვიდობო ძალებს რომელიც არის გაეროს ეს ხაზგასმელი იყო. აი როდესაც ეს ამას კატეგორიულად ვითხოვდა გაყავს. მაშინ რუსეთის დიდოს გუბისკეთ აი აგრესიული მოქმედებისკენ რატომ? იმიტომ რომ ის მიდის როგორც შეცვლილი იყო. ის მიდის ფიასკო გახსნი. და ის შეიძლება დიდი დაკვირვება ჩემსადმი ამოდა პრობლემას ამ ეს ერთებოდა საკუთრებაზე რომ ის ამას არ შეგვიძლია და შეიძლება ყოველ მალე დაგმის თურმე რადიოს დავაშოთ და ის იქნება როგორი აუცილებელი იყო. ეს აუცილებელი იყო იყო ვიდრე თავად აბსოლუტურად ჯერმონზე ხელებს ეს ფორმატი რომ უნდა არის საკითხი გაეროს სინაში სისტემაში ჩვენ გაეროს სისტემის პერსონალები და დაკავდეს მანდატი და მაშინ ის დევნილთა პროდუქციონ პროცესს უნდა მოხდარიყო ალბათ ამას იმოქმედა. მე ვფიქრობ რომ ძალიან სერიოზული საკითხია ზამენი აღნიშნო გამიგდოდა ის საუბარი მე ვთქვი ბატონ ლეზოს რომ აი მიუხედავად უმთავრესი პრობლემებისა მათი სახელმწიფოს დავაზობს მისთვის დამახასიათებელი ყველასათვის გასაგები ქართული ერთად ჩემთვის ძალები შემოგვიყვანა აი რაღაცა სიმსუბუქი და შეიძლება ასევე მისთვის დამახასიათებელი იუმორი მე ვფიქრობ რომ ციგნი საინტერესო იქნება არა მარტო მეცნიერებისა და პროფესიონალებისათვის არამედ მარტო საზოგადოებისათვის განსაკუთრებით სტუდენტების და ახალგაზრდებისათვის რომელთაც ურთიერთობა გასაგებია აქვს ისინი ბევრი ახალგაზრდა იყო და ჩემს აზრით რომ დაცულობ ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ აუცილებელი ძალიან დიდი მადლობა მინდა მადლობა დიდი ჩემთვის პატივია რომ საზოგადოებაში ყოფნა მადლობა პრეზიდენტო მადლობა პარლამენტო ქალბატონებო და ბატონებო ჩემთვის ასევე პატივი იყო როდესაც ბატონებმა შემოთავაზა ტექსტის საკითხვა ჯერ მუშაობის პროცესში იყო და ჩემი მოსაზრებების გამოთქმა ამ ტექსტთან დაკავშირებით
მინდოდა მოპატივი და სიამოვნება, თუმცა სიამოვნება რაღაცა წინააღმდეგობრივი იყო, იმიტომ რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო ასეთი სერიოზული და ტექსტის წაკითხვა, მაგრამ ძალიან არაკომფორტული იყო იმისი განცდა და იმისი კვლავ გააზრება, ამ შემთხვევაში უკვე ფოტო დოკუმენტურ მასალაზე, აი ასეთი მეზობელი გვყავს. ასეთი მეზობელი გვყავს და ეს მოცემულობა. ეს მოცემულობა რომ მეზობელი ასეთად ჩამოყალიბებულა ცეხლა, თქვათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არც საბჭოთა კავშირის პერიოდში. პრინციპში საუკუნეების მანძილზე შეიქმნა რაღაცა გადაგრული ფსიქოტიპი, ან ნევროტ ეთნოტიპი, აზროვნების თავისებური, ასე ვთქვათ, ფორმებით და შესაბამისად ხელისუფლებაში, ძალაუფლებაშიც ძირითადად იშვიათი გამონაკლისების და ის ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, სახალხო თაყვანას აბასულებდნენ. რომელი იყო პირველი და რომელი იყო მეორე, ასე ვთქვათ, სხვა თემაა, საიდან დაიწყო ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩამოყალიბდა იმათ, რაც არის. რა თქმა უნდა, კომფორტული არ არის ასეთი მეზობლის გვერდით ცხოვრება, მაგრამ ეს მოცემულობა არის, გეოგრაფიას ვერ შევცვლით, რაღაცას ვერ გადავათამაშებთ. გლობუსზე და საჭირო არის ამისი ცოდნა, დათვალისწინება, გასწავლება და ადეკვატური საქციელი და თქვათ გულშემატკივრის ცემა და ისერიკა ვერბალური თუ ამან სამწუხაროდ ქმედების ზონაზეც. ამიტომ მე მაქვს იმედი რომ ფლორად წაიკითხავენ და აი რაც რითიც ვაჟან დაასრულა წაიკითხავენ ახალგაზრდებით, სტუდენტებით, ეგრეთი ორი პოლიტიკოსის მოიძებნოს, თუმცა ამას ასე ვთქვათ წაიკითხავს და რაღაცა ნივთი შეიძლება რომ გაითვალისწინოს, მოკლედ სასარგებლო არის ძალიან. ეხლა თვითონ ტექსტის ანალიზში მე უნებრივია არ შევავდე, იმიტომ ბატონმა ლევასმა და ბატონმა ვაჟანს საკმაოდ დეტალური ანალიზი წარმოადგინეს. მე უბრალოდ თავისუფლებას მივცემ და გავიხსენებ ერთ ეპიზოდს ჩემი ზურაბთან ურთიერთობისა, ცოტა უკვე მარტო კონტექსტში. 1957 წელია და ქალაქ ბრიუსელში არის ერთ-ერთი პირველი ასეთ შედარებით მსხვილი წარმომადგენლობითი აფხაზური შეხვედრა სამთავრობო დონეზე. საფუძვლები მაშინ ელჩი ელბენიუში აქ ეს ითქვა და რამდენიმე დღიანი ხუთი დღევანი ცვლილებითი და ერთ-ერთ საღამოს ბატონმა ზურაბმა ვახშები მოაწყო აი ამ შეხვედრის მონაწილეებისთვის ბუნებრივია ქართული და აფხაზური ასე ვთქვათ მხარისთვის. შეიძლება წარმოვიდგინოთ მისი ადამიანთან ურთიერთობების საერთოდ პარტუგალებით კულტურის ცოდნის გამოცდილების ყველაფერზე შესანიშნავი ასე ვთქვათ საღამო გამოჩნდა მიუხედავად იმ ძინათვისისა და მითაც მოვლენით ჩავედით ბრიუსელში დოკუმენტებზე და თბილისიდანაც ძალიან უშუალო emotionია სასიამოვნო ასწავლოს ურთიერთგაცვლა ხუმრობაც და ყველანაირად ძალიან როგორც არის. დააყავდა ეს ასე ვთქვათ ვარშავი, წამოვიშალეთ ზოგი კოდაბი, ზოგი კიდევ აღწერებს ასე ვთქვათ საუბარს და ხედავ რომ ერთი მონაწილე შეხვედრის სოხუმისგან აფხაზი ალბათობი საკმაოდ გამოცდილი უზენაესი საბჭოს წევრი და შემდგომში ეცადებული პარლამენტის წევრი არგილზე ესე ჩაკითხებული ასოციაციის და ამერიკაზე და მივედი და კიდევში ესაა დაღომებული შემხარ. იცი რა სწორობა აი ვინატრებია რომ აი
ესეთი ჩვენ ყავდეს ხშირად მე შემიძლია ამას მხოლოდ ის დავამატო ასეთი გამიulis დიპლომატები და მოადროებები ეს ლეგიტიმური საკონელი არის ეს განცდილების მაგრამ უფრო სერიოზულად უფრო მუდმივ საფუძველზე წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებაში მე ვიგოთ შესაძლოა სხვადასხვა ვითარებაში ვიქნებოდით დღესაც იმიტომ რომ ესეთი შვიდი გაზეთაზე, ცოდნაზე, რუნაზე და ნიჩზე დაფუძნებული პოლიტიკა ეს არის ის მონიდა შევარებულება ან მუშაობასა დიდი მადლობა ბატონ ზურაბთან ერთად ძალიან დიდი შემოგვიწერა მაგაშებს არამონდომენტური და პოლიტიკური საქმიანად ჩვენ წლების განმავლობაში როდესაც ის ელჩი გახდა რუსეთის ფედერაციაში ერთად მოგვიწია მუშაობა და სხვადასხვა ქალაქებში მეთოდა სხვა მიმართულებებით საპარლამენტო მიმართულებებით მაგრამ ერთ მომენტში მითხრა დაუსვა ხაზი აქ ითქვა და მიცინდა ამას დავაყავით უნდა მე ბანანის მომსწრე თუ როგორი დიდი ავტორიტეტი საგებულო და პარლამენტურები არამარტო სამთავრობო წრეებში რუსეთში არამედ დეპუტატთა ხორბლში რუსეთის დეპუტატებში და ამავე დროს თვითონ ესეთი დეპუტატთა ხორბლში ეხლა რა შეიძლება თვითონ ამ ძინის გამოსვლას საერთოდ ჩვენს ისტორიოგრაფიაში აი რუსეთის დინაში არაჩვენ ანემიურებული სერიოზული ნაშრომების ფილმი ვიჩინდეს თუ ეს ნაშრომი ეხება უახლოეს პერიოდს საზოგადოება რა რუსეთის ისტორიის და აი ამ ხრივად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძინის ფიზიკაზე გამოსვლა ეხლა რუსეთი მას შემდეგ რაც არის მოსკოვის სამთავრობო ნეიმნელა დაიწყო რუსეთის ფედერაციის საბერძნეთის ისერენ და რა ნეიმნელა მიაღწია ეკონომიკურ და საკონტროლო ბაიდან მოათავის ომიშეეს განმოხდა იმერია იმის მერე მას სულ აქვს ეს იმპერიული ინტერესები და სტილს რომ გააძლიეროს ეს ინტერესები თორჯერ ესეთი წარმატებები ზოგადად შეიძლება ისე არ როგორც მას სულდა იყო მომენტები ამ ქვეყანას აბსოლუტურად უნდადი არის მომენტები კონკრეტულად ქვეყანა ვეიდებს იმას იმ მომენტში რაც აქვს ჩაფერული მაგრამ მას შეუძლია მიუწდეს ასე ვთქვათ დაელოს თავის მნიშვნელობა მომენტს გამოდარებას პოლიტიკური სიტუაციის და მე განაცხადა რომ ეს თავისი ასე ვთქვათ ჩანაფიქრი და აგრესიული შინაგან აგრესიული პოლიტიკა მათ შორის თავისი მეთვალების ხარჯზე ეს არის ქვეყანა რომელსაც შეუძლია თავის თავისუფლება მისცეს რომ აი დარებული ხელშეკრულება გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება არაბთა ჩაატაროს გადადოს პრეზიდენტ არაბინა ალ-ზაციულა ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს საქართველოს ეს ორჯერ ისტორიაში ერთი მოხდა გეოგრაფიის სტარტაპებისაც გაფორმდა და როგორ არაბთა ჩაატარდა ასოს პირველი ისტორიიდან მოხდინა პირველი სიარაჯე და მოსწავლეთა მოხდინა ინკორპორირება ხარკული მიწებისა და სამთავრობის თავის იმპერიის და მეორედ მოხდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის როდესაც 1927 მაისს დაიწყო ხელშეკრულება ამ შედარებაზე დამოუკიდებლად რუსეთი აღიარა მაშინ ჩვენი ესეთი ტერიტორიული ასე ვთქვათ ის ტერიტორიები რასაც ვაშინგტონის სახელმწიფო მოიცავდა აღიარა ჩაუბრევლობა ასე ვთქვათ პეტროსპორტში სახელმწიფოებრივი საქმეებში ხდებოდა მაგრამ როცა მომენტი დაუვიდა ჩერდებოდა ეს როცა მომენტი დაუვიდა 2021 წელს მიიწა ეს ასე ვთქვათ დახილეს პარლამენტარული სოციალური განახორციელებას ჩაუბრევლობა ხონდა აი ბატონი ზურაბის ძილში ძალიან კარგად არის განახორციელებული და არ არის აუცილებელი რომ ადამიანის სპეციალისტი იყოს პოსიბლურად ნებისმიერ თვითონ უშიშროა უნდა დაუყურებელს სამნაშოს დაინახოს რომ აი ეს მომენტი ქონდა როდესაც ვთქვათ იყო ფაქტორებსა და შეურაცხყოფილი ქონდა თავისი ასე ვთქვათ ინტერესები და მე აი ეს
აი სანამდე როგორ გასწორებაში აღმოჩნდა ეს ყველანაირ მე მინდა მიულოცო ბატონს ამ ძილს ამოყალიბდეს მართლა ერთი სულ სამოფიტეთი იქნება შესანიშნავი თარგმანი დაწერილი კარგი წიგნი რომელიც მე დაგმული ვარო აი ძალიან დიდი პოპულარობა ხარგული Kalau kalau ada yang itu ada di sana itu sudah tahu itu. Asal kamu tu kalau show itu saya mereka kami juga dalam itu kami kalau training saya tak tahu juga. Dah itu training kami kita dalam itu atau terus pasal bagaimana asal kami seperti itu saya nara itu ini amal itu ada TV kamu tinggal kalau saya sudah dan mencoba sih dalam itu saya mencoba itu ada minum masak sabtu kamu tinggal sabtu itu beberapa terus saya agak tahu kalau sudah terlibat kalau dulu tak coba kalau cek anda tak coba seperti kalau itu di kelas cerita jadi tidak bisa contoh dalam sini kamu kalau versi Ceritakan itu nanti dengan cerita kamu bisa pun coba informasi untuk mengatakan informasi itu tuai sih kita katakan kami punya aku cerita masa cerita bangsa. Aku pada cerita saya di orang yang cerita ini bagi kau kalau surat seperti betul aku tuh cerita kalau ini ada isu itu siapa Aku orang yang juga proses servis kantor itu dan ayat proses juga ini saya boleh mengenai tentang tapi saya kontak dengan Ukraina dan khadam tarisi khadam jadi usul apa sih kerana kami tidak pada sesuatu hari itu kita berbilang sasakh istilah yang berisi tu proses situasi Rusia itu bertahan di bawah sejarah film Rusia itu berkata sejarah dan itu berkata Rusia dalam awal misalnya sejarah kita kami sejarah berkata kita Rusia itu berkata mana Shinda faktor main salah yang saya ini Arab terus proses sakit kritis tajam შეესწავლას. აი ის ვარო bisa mengamalkan sanggup bisa melakukan
Pierwszy drugi matowa asety się podejrzeć. A co do pierwszy drugi matowa to zrobiło się do asety artykuł systemem kontraktowym na swobodie amsix. Ja już się rozpalał, jak ci na temat wyszło. A bermax na rome zaś sakos wandero politycznego sensu. Za kontrakt 80% tak, i mi to sam słuchał ale Საქართველოს პირველში პოსტის სივრცეში სამწუხაროდ რუსეთის მწვრთნეობის ასპექტების შესწავლა სამწუხაროდ აკრიათ. ეგ დიდი პრობლემაა და დიდი დეფიციტი, რაც სამწუხაროდ ხელს უშლის იმ მექანიზმების შესწავლას, რასაც რუსეთს. და რუსეთი როგორც სახელმწიფო არის ალუგიკური და მე ესეც სპეციფიკური ხელოვნების Terminis გამოდენის სურეალისტური პოლიტიკის სახელმწიფო დასწრებული, იმიტომ რომ მისთვის რაღაცა ნორმა ლოგიკა შეუძლებელია რა. იმიტომ რომ ეს გამოწვეული რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხნის წინ ისტორიიდან გამომდინარე, ბევრში, იმიტომ რომ რუსეთი როგორც სახელმწიფო თვითონ იყო თავის დროზე შუა საუკუნეებში თქვენი ჩაგდებოდა. და რა თქმა უნდა მე უკვე შემდეგში აი ამ სახელმწიფო ამ სხვადასხვა იმპერიების მიერ მისი დაგრევანის გარკვეულ და მეორე რუსეთის მიერ რუსეთის წამოწევა წინ და უკვე რუსეთის მიერ მისი დროის გარკვეულება შემთხვევაში უკვე მომხდარა იმპერია სამყარო თათართა მანგოსა და სპეიგა ანუ თათართა შემთხვევაში იმპერია აი არის დაყობა გარკვეულება ხონდა გამოიწია მეჩეს აქედან გამოიწია უკვე ის გერმანულ იმპერიალიზმი და აქედან წამოვიდა ზუსტად იმპერიალიზმი და აქედანაც წამოვიდა ისიც რომ ამ ჩემი აზრით იმპერიალიზმის მთავარი გემო არის არა რაღაცა რუსეთის სურვილები, არამედ შიში, რომ ეს პოლიტიკური შიში, რომ რუსეთი არ დაბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც იყო ის მოსკოვის სამთავროს პერიოდში. ეს ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, რადგან ციგნი შრომი, ყოველში უნდა ეს ციგნი ჩვენ ფაქტობრივად გვაწვდის ინფორმაციას რუსეთის იმპერიალიზმის წარმოებაზე. და ჩემი აზრით ეს ციგნი უნდა იყოს არამედ თარგმნის ფაილზე, არამედ ეს ციგნი უნდა გახდეს რაღაცა ციგნთა სერიის პირველი გამხსენი ნაწილი. ეს უბრალოდ უნდა გაგზავნდეს და ციგნთა სერია უნდა კიდევ უფრო სიგურისად გაანალიზოს რუსეთის პოლიტიკური ასპექტი. და მე მაქვს დიდი შესაძლებელი შემდეგ მე მაქვს ერთი კითხვა ბატონ ზურაბთან, ციგნის ავტორთან. ბატონ ზურაბ, თქვენი აზრით რამდენად შეიძლება ზოგადად თქვენ იცით რომ არსებობს ორი ცნება, ერთი არის დასავლეთი აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცნება და არსებობს უკვე მიცი ახალი ტრანსფორმაციული ცნება ჩრდილოეთი და სამხრეთი. აი თქვენი რამდენად ხედავთ თქვენ შანსს ჩრდილოეთი გლობალური ჩრდილოეთის და სამხრეთის შექმნისა და რამდენად ხედავთ შანსს ამ ჩრდილოეთისა და სამხრეთის შექმნის შედეგად მოხდება რუსეთის ტრანსფორმაცია და მოხდება დაახლოება ყოფილ დასავლეთის ერთ მოდელზე. მადლობა. ისაა რომ ახალი ხასიათზე თავმოყრა ლაპარაკობს შეგვიყვანს იმ უბრალოდ პროფესორს რომ დაგასწრებია
რომელიც თანაცილობებიაში მიშონდა შესანიშნავი ისტორიკოს თვითონ ისე მაღაზად ისე განათლება ის ახსნა ახსოვს ერთხელ გამჯერდა ჩამოთვალე რამდენჯერ დაიშალა და რამდენჯერ ჩამოიქცა რუსეთი ისტორიულად და ისე აი ეს ფენიქსივი რაღაცა წავიდა არავინ არ ელოდა საქართველოში დაშლას ასე დღეში მოხდებოდა და ვიღაცა თქვა კიდევ რუსეთი არ იყო სადაც შეიძლება ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალოს მაგრამ მე 100 წელი არ მეღებია აი არ შეიძლება რაღაც მოხდეს ისეთი არაფერი არ არის გამორიცხული ესეთი სისტემა რომელიც კაცია ჩამოგიდებული და ის შეიძლება შეარგოს რაღაც შეიძლება მოხდეს მაგრამ გასათვალისწინებელია რომ აი ის ციფრი რასაც დებენ აი სოციოლოგიური სცენარები მოგონი ახლოს არაბია ალბათ 80% ხარს უჭერს აი ამ გონება ასეთი გადავერდო 80% ხარჯია აფუქის ის პოლიტიკასაც ეს ომი მათი ომია ეს არის საფუძველი პატუსტიკობა პატეჟაო აი ეს ბატონო მაიო მოსუ ტელევიზია უცესლესი დეციმი და ტრალი pero ani ეს სხვა და ეს აფრასინალ მერია ეს არის აი ამაზე რა ასე რომ ძალიან მიჭირს ამის თქვა როგორც რადიო ერევანი უნდა ყვავილის პროგნოზზე მოახსენე დიდი მადლობა პარკულო პარკულორი და განაუხატო პროფესორ სურა ბაბაშიძეს ამ ძალიან საინტერესო ზედლიტერი საინტერესო ფიგურის ორგანიზაციის მე ერთამეში ამიდა თავის ესე ორიგინულად პატარა წიგნია ეს სოციალური აპლიკაციები რომ ათორმეტ ზედლიტერი იქოთი არის ფიზიკის არის ხელმისაწვდომი თვალისწინებელია და ძალიან საინტერესო ორიგინალური სპორტული შესანიშნავად არის გამოცდილება მოცემული და პირველად კარგით სადავო შეშურდა რაღაცა შევის აღსვლა თურმე კერასაც ინოვაციას ამრეკულია და ასე მომულები საერთოდ პადროno წარმატებები ჩვენო ასეთქო აი წარმატებები საერთოდ და ვიდეო ყველა კოპის სახელი წარმატებები